გამარჯობა, ჩემო კარგებო. Ну, ამ ძიმე მდგომარეობის შემდეგ ახლა რა ვიცი, მძიმეა რა, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს ურტყამენ, ისინი შავდებიან, ძირითადად ახალგაზრდები არიან, აქვთ არასწორი მიმართულება და ასე შემდეგ. გარკვეული შეფასების საფუძველი არის ეს ყველაფერი, ხო, თორე ახლა იქ პირველი ტენორი დაკავდება, მეორე ტენორი დაკავდება, ხაზარაძე გაემიჯნება, ზურაბიშვილი შემოემიჯნება თუ რაღაცა, ეს ნაკლებად საინტერესოა რა. ესენი არიან ერთი ძალა, მცდელობა აქვს დესტრუქციისკენ და თან არიან გაუბედავი ტრაკების სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა. და როგორც ყოველთვის და როგორც ყველგან ესენი ხელს ახოცავენ ახალგაზრდებს, მცდელობა ჰქონდათ ჩვეულებრივი არეულობის და რო არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი, მერე შეაწმინდეს ეს ყველა, ამათი ბრალი იყო ახალგაზრდები რაღაცა, ასე ისე და ამას წინათ მოვისმინე, ახლა გამოდიოდა ეს ერთ-ერთი პოლიტპატიმრად თუ რა ვიცი რა თუ ძახიან ამ ბავშვებს, არ ვიცი 19-20 წლის ხო ბავშვები არიან ცნობიერებაში, კი უნდა იყვნენ წესით, მაგრამ რას იზამთ, რა სისხლი ერჩით და ამათი ამას იყენებენ, ასე ეს წლებია, რა თვითონ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ იმის მერე, ხო. და რაც ეროვნული ხელისუფლება დაახშვეს და სისხლში ჩაგუდეს ამ ძაღლიშვილებმა, ვინც არიან დღეს და ვინც იბრძვიან ხელისუფლებისთვის. აი მისი დედა იყო და გამოსული და ესე თქვა, რომ რა ვიცი, ხაზარაძემო ჩემი შვილის სახელი არ ახსენოსო, რა თვითონო გამოძრაო ციხიდან და ჩემი შვილის ნაირებიო და ჩემი შვილიო იქ არისო და წვალობს. ძალიან ადეკვატური ქალი იყო, ძალიან ჭკვიანურად, პატრიოტულად, რავი, აი კაი შვილის გამძლელი დედა იყო ნამდვილად, რა სახელი აღარ დამასურდა იმ ქალის რა. სამწუხაროა ეს ყველაფერი, რომ ამ ხელა უბედურების შემდეგ ქართული საზოგადოება ვერ მივიდა აზრამდე, რომ მევახშეებით გაკეთებული საქმე არაფერი არ გამოვა რა. ამიტომ სანამდე არ გაიყრებიან ეს ნაბოზრები ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან ნებისმიერ შეკრებას, ნებისმიერ წამოწყებას, ნებისმიერ ბრძოლას აქვს საბოტაჟი და ჩაფუშვა ელის ეს ჩვეულებრივი მომენტია. ამიტომ პირველ რიგში გაწმენდა კი არ უნდა დავიწყოთ იქ კუდიდან. გაწმენდა უნდა დავიწყოთ თავიდან, ჩვენი რიგებიდან. და როდესაც ჩვენ ამას მივაღწევთ, აი მერე შეიძლება უკვე ბრძოლა წმინდა იდეებისთვის. წარმოუდგენელია მევახშეებს მოთხო იდეალისტური რაღაცეებისთვის ბრძოლა. აი მივიდნენ, აი არჩევნებში დაიწყეს მონაწილეობები და გაუმართეს ხა ეს რა ქვია ამ კალაძეს კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო და ესი მარაზმი რაღაც ხო დადგეს სცენარი. და ახლა იძახიან რომ იქაც უნდათ და აქაც უნდათ, იქიც უნდათ და კიცმაც ურიც უნდა. ნაბოზვარ ხაზარაძეზეა ლაპარაკი. ასეთ საქმეს არაფერი არ უშვებს. თქვენ ებრძით ივანიშვილს, მაგრამ არ ეხებით ხაზარაძეს და მის ნაირებს. ოპოზიციაში ვინც არიან, ესენი ყველა ნაბოზრები არიან, გაყიდულები არიან და თქვენნაირებს 1000-ჯერ და 10000-ჯერ გადაყიდიან რა. ჩვეულებრივი მომენტია გამოფხიზლდით. ცუდია აქეთა იქეთა მხარეს რომ ქართველი ზარალდება. იმ სპეცრაზმელსაც ხელი რომ მოხდა იქ სავალდებულო ჯარში გაწეული ვიძია თუ არა, აბა გომელაურს და ღარიბაშვილს კი ვერავინ ვერ მოარტყამს ხელს. უბრალოდ მოხდა რა ამ ყველაფერში და აითქოლიფა და ჩვეულებრივ ადამიანია ისიც და შეწუხდა ხო? აი ეს მომენტია რა. იფიქრეთ ამაზე. აქეთ და იქეთ უბრალოდ ქართველები ზარალდებიან.